დიახ, აი მაინც იმით დავიწყებთ თქვენ წაიკითხეთ დისიდენტი გულოცავს საქართველოს საზოგადოებას საბჭოთა წარსულის შემდეგ გაგვიჩნდა ეს სიტყვა ისევ აქტიურად მოქმედი და არა რაღაც ისტორიის შესახებ, როცა უყვებით მაშინ ვამბობ, აი მაშინ დისიდენტები იყვნენ, გილოცავთ, ქართულ ოცნების ამორჩეველო გილოცავთ, ჩვენ მივახციეთ ამას, რომ უკვე დისიდენტები ყავს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან სამწუხარო ამბავია ეს. რაც შეეხება ამ თემას თქვენთან ისაუბრეს, იყო შეფასებების ამართლებრივით, ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ყველაზე მტკივნეული აქ არის ის, რომ ხედავ შესაძლებელია სახალხო დამცველის როლი უფრო მეტად გამოკვეთილი იყოს. იცით, ხანდახან რჩება შაბეჭდილება, რომ ეძებენ კანონებში იმ რაღაცა, როგორ ვთქვათ, არ ვიცი, ჩარჩოებს, რომელიც შეზღუდავს მათ მოქმედებას. იცით, მე მესმის, რომ თან მანდატიც ხო ვრცელდება ამაზე. ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ იყო ადამიანი, ამ რაღაცა ორ წერტილებს და ბრჭყალებს მიიღო. მე მგონია, რომ პირველ რიგში უნდა იყო ადამიანი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყო, მაგრამ აი როდესაც პროტოკოლურ ფოტოებს ავცელებ და რაღაც განცხადებას, კი, კარგია, მაგრამ ჩვენ ხანდახან ძალიან გვჭირდება რაღაცა ინფორმაცია დამაიმედებელი, რომ თუნდაც ნინოს ოჯახი დამშვიდეს, რომ ის ახლა მაინც არის უსაფრთხოდ, ახლა მაინც მას აქვს პირობები. კი, რა თქმა უნდა, არა მაქვს მოლოდინი, რომ დღეს და ხვალის ხალხი, ვინც მას არასწორად მოექცა, შეურაცხყოფა მიაყენა, დასჯილები იქნებიან, მაგრამ იმის უფლება ხომ აქვს ნინოს ახლობლებს, რომ იცოდნენ, როგორ არის ახლა, როგორ მდგომარეობაში ახლა. მათ ჰქონდეთ იმედი, რომ არსებობს რაღაც უწყება ამ ქვეყანაში, მაინც სადაც ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ მივლენ. გააკეთონ, გველაპარაკონ, სულ მაგ რაღაც განცად თქოს მას ჩვენთან საუბრის ეშინია. არ ვიცი, სახალხო დამცველი თუ ხარ, ხომ შეიძლება რატომ რით იხსნით ამას, ქალბატონო სოფო, რით რა არის თქვენი ახსნა? რატომ უნდა ეშინოდეს? მე ვფიქრობ, როგორ უნდა გეშინო, მაგრამ მე არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი მართალი ხარ. გეშინია მაშინ, როცა მართალი არ ხარ, როცა არ ხარ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. შეიძლება ჩემი აზრები თქვენ არ მოგწონდეთ, მაგრამ მე არ მეშინია ჩემი აზრების გამოთქმის, იმიტომ რომ მე მათი მჯერა, ვიღაცის ნაკარნახევი კი არ არის ჩემი რწმენა რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით, გააზრებული მაქვს ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი ბრძოლა. ამიტომ ვიღაცა აკრიტიკებს ჩემ გადაწყვეტილებას, ამის არ მეშინია, იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ ამაში. ამას უყურებ, რაღაცა ეშინია, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული თავის სწორ გადაწყვეტილებებში, სწორ მოქმედებაში. ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ დროს, ქალბატონო სოფო, აი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია როგორ იქცევიან ეს ინსტიტუციები და ძალიან სამწუხაროა ეხა რაზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეა რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ. იცით რა, მე მგონი ჯერ გვაქვს შესაძლებლობა მოუწოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელი მეგულება იმ აპარატში და თუნდაც თუ მას ეშინია ვინმე რომელიმე სანდომიანი თანამშრომელი გამოაჩინოს, გველაპარაკონ, მოგვიყვნენ, საზოგადოება დაამშვიდონ. ამას შეუძლია ამ როლის შესრულება. ჩვენ რომ იმედი გქონდეს, რომ ვიღაც მაინც გვეგულება, რომ მოვა და შეგვხედავს, მაგალითად, ეხლა ვარ გაოგნებული აი იმაზე რაც ხდება ლარსის საზღვარზე, იქ რომ არიან დაყრილი უკრაინელები, შიმშილი დაიწყეს, ეხლა არც იქით უშვებენ, არც აქ. ამბავსაც ვერ ვგებულობთ, როგორ არიან ეს ადამიანები. ამბის გამომტანი მაინც ხო იყოს, რეკომენდაცია, რეაგირებას, ხო რა, ამბავი მოგვიტანე, ისე რომ თან გენდოთ, შენთვისაც კარგი იქნება. ეს მინდა ვთხოვო, ეს არის შესაძლებელი და ეს მოწოდება ჩვენ, თქვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენი სოლიდარობის გარდა, ეს მოწოდება შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ დიდი მანდატი აქვს, დიდი თავისუფლება აქვს ამ ინსტიტუტს და მე როგორც ამ ინსტიტუტის გულშემატკივარი, ძალიან დიდი გულშემატკივარი, ვთხოვ ამას გააკეთონ, იმიტომ რომ ეს პოლარიზაცია, ეს სიძულვილი, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, მათაც შეეხებათ, შეუძლებელია, როცა თუ ეს ნორმა გახდა სიძულვილის, აი ასეთი სიძულვილის ტირაჟირება თუ ნორმა გახდა აუცილებლად, მათაც შეეხება, შენ ვერ შემოიფარგლავ თავს რაღაცას. სოფო, მინდა აუცილებლად გკითხოთ. დღევანდელ დღეზე, დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ. 17 წელია აგვისტოს ომის დაწყებიდან და ქართული ოცნება, აი თქვენს ლიდერს გიორგი გახარიას ედავება ჩორჩანაში საგუშაგო რატომ ააგეო. ქართული ოცნება საზოგადოებისგან ითხოვს ბოდიშს ოკუპანტს მოუხადე და სეპარატისტებს ბოდიში მოუხადეო. ანწუხელიძე გმირი კი არა, პიარის მსხვერპლიაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა კონტექსტით ვხვდებით მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დღევანდელ დღეს?
მე ვინ მომიხდის ბოდიშს ჩემი 35 წლიანი დევნილობის ჯოჯოხეთისთვის ძალიან მაინტერესებს ვინ მომიხდის ბოდიშს მე ჩემი გადასაწყვეტია ვაპატიებ თუ არა მას ეხლა დღეს ვიყავით ერგნეთში პარტიის წევრებთან ერთად ლია ჩხაჩიძეს აქვს თავისი ხელით გაკეთებული მუზეუმი ამ ომის მისი მეუღლე 91 წელს დაიღუპა შემდეგ ის სახლი დაუწვეს და 7 წელი ეს დამწვარი სახლი იყო მე დანის ტოვითა სააგენტო დაეხმარა გაარემონტა და იქაც გააკეთა მუზეუმი და ყველაზე საინტერესოა ეს ქალი ლაპარაკობს იმაზე რომ ჩვენ ოდესმე აუცილებლად ოსები და ქართველები შევრიგდებით და ერთად უნდა ვიცხოვროთ და მე ამის მჯერა მაშინ როცა რუსეთი აქედან გავა იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მტერი არის რუსეთი რუსეთი არის ის ბოროტება რომელსაც აქ კავკასიაში მშვიდობას შეუქმნა საფრთხე მთავარი მტერი მშვიდობის ჩვენი საქართველოს ეროვნულობის ჩვენი საქართველოს სახელმწიფოსი მტერი არის რუსეთი და ის ხალხი ვინც ემონება რუსეთს აი ეს არის მოცემულობა რაც გვაქვს რაც შეეხება ომს და რაც შეეხება იმ მდგომარეობას რაც ჩვენ გავიარეთ მაშინ მე ვიყავი იმ კომისიის წევრი რომელსაც ერქვა ტყვეთა გაცვლის და უგზო-უკულთა კარგთა მოძიების ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევა მახსოვს, მაგრამ ძირითადად ეს ყველა შემთხვევა იყო განუმეორებელი, გამორჩეული ქართული გმირობის, როდესაც ის მშობლები, რომლებიც შემდეგ მოდიოდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ დნმ-ის ანალიზებში იყო თუ არა მათი შვილების დამადასტურებელი ანალიზები, პასუხები, როცა თან იმედი ჰქონდათ რომ შეიძლება სადმე სხვაგან ყოფილიყვნენ აი ეს მშობლებიც კი იყვნენ ამაყები მათი შვილების გადაწყვეტილებით მადლობა არც ერთი მათგანისგან არ მომისმენია ან წუხილი ან როგორ გითხართ სინანული რატომ ჩემი შვილი შეეწირა არა ნამდვილად არ ყოფილა ნამდვილად მადლობა სოფო ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მადლობა იმ საქმისთვის და მადლობა ეხლა რომ გაიხსენეთ ეს თემა მადლობა ყველაფრისთვის სოფო ხორგვანს დავემშვიდობები და